ყვარელში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა. მენეჯერის შორენა სეფაშვილის განმარტებით, დამთვალიერებლები ძირითადად სკოლის მოსწავლეები არიან, თუმცა ტურისტებიც ხშირად სტუმრობენ. მუზეუმი 2024 წელს სიახლეებით შეხვდა. კულტურის სამინისტროს დაფინანსებით სააქტო დარბაზ რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სამუშაოები წლის განმავლობაში კიდევ გაგრძელდება. დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიებაც. გარემონტდა მუზეუმში არსებული სააქტო დარბაზი და გამოიცვალა საბაძლები. მოგეხსენებათ, დარბაზი ყოველთვის აქტიურ დატვირთვაშია. აქ რეგულარულად იმართება როგორც სხვადასხვა სახის კულტურულ საგანმანათლებლო ღონისძიებები, ასევე მუზეუმის მიერ დაგეგმილი აქტივობებიც. აღსანიშნავია, რომ სამუშაოები მიმდინარეობს რეგულარული მუზეუმის ეზოში, კეთილმოწყობის მიზნით. გასული წელი ამ მხრივაც იყო გამორჩეული, დაიგო მარადმწვანე მცენარეები, ასევე გაკეთდა ვარდის ხეივანიც რკინის კონსტრუქციით. რესტავრაცია ჩაუტარდა ასევე ბაღის სკამებსაც. მსგავსი სამუშაოები, რა თქმა უნდა, კვლავაც გაგრძელდება, წელსაც არის დაგეგმილი. ასევე დაგეგმილია დაზიანებული ბეღლის რესტავრაცია, რომელიც კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ იქნება დაფინანსებული. ილიას მუზეუმს, რა თქმა უნდა, არ აკლია სტუმარი, დამთვალიერებელთა რაოდენობა გასულ წლებთან შედარებით გაზრდილია, რაც პირდაპირ პროპორციულია ჩვენს შემოსავლებთან. მუზეუმის სამიზნე აუდიტორია გახლავთ სკოლის მოსწავლეები და ამ მხრივ უფრო მეტად დატვირთული გვაქვს გაზაფხული და შემოდგომა. ზაფხულის თვეებში აქტიურად სტუმრობენ ტურისტები.